არ დაუთხარი რომ გავრეცხავ და დაგიბრუნებ თქო. ეს არის ის ადგილი, სადაც მე დავიწყე ამ შემთხვევაში შექმნა ღობის ფარდისგან. დროებით ეს რკინა არის ამ შემთხვევაში აქ რაზეც გადავფენ. წყალი არის ფაქტიურად ერთი ვედრო ცემენტი გაუშვი უკვე. ანუ ჩათვალეთ რომ ერთი ერთზე აქვს და ხარჯის კუთხით, როგორც ფიქრობ, ძალიან ძვირიანი სიამოვნება იქნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი დაინტერესება იყო, უეჭველი უნდა გამეკეთებინა. თუმცა იყო ბევრი კომენტარი, რომ იქ ვალერი ბიძია რო დათვრება და მიეყდნობა ჩამოანგრევს, იქ ქართველი ვაჟკაცი ფეხს აიქნევს და დაამტრევს, ან ძროხამ ქარო გაკრას. თუმცა მაინც უნდა მეცადა და მეგობრებო, მაგრამ რეალურად რო შევხედე ახლა, ძალიან ხარჯიანია. და არანაირ ჭრილში არ ჯდება რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ მარტივად ვთქვათ დიდ რაოდენობაზე და იმიტომ რომ აქ რაც ცემენტი დაგვეხარჯება ლამისა ქვიშაც რო დავამატოთ და ხრეშიც შეიძლება ბეტონის ეგეთი ღობე გავაკეთოთ. რეალურად ძალიან ბევრი წავიდა, ეხლა მოურევ კიდე და ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. იმიტომ რომ კონსისტენცია, რასაც ახლა მე რეალურად ხედავ, ეს კონსისტენცია არ ეყოფა ამას გასამაგრებლად, ხო და მოდი კიდე და კიდე უფრო სქელს გავხდი. აბა, ნახოთ რა გამოვა. და ამოვლებული და ასეთ რამე არ დამრჩეს. და ეხა იმას ვფიქრობ, ის რკინა თუ გაუძლებს ამ სიმძიმეს. ეს არის. აგერ ხედავ რომ კიდე არის რაღაც ნაწილები დარჩენილი. მაგრამ როგორც ხედავთ, ამას აღარც გარიცხვა უშველის და აღარც არაფერი. მოკლედ ესაა მეგობრებო. ეხლა უნდა დაველოდოთ ამის გაშრობას. და მე სუფთა ქართულ ჯიგრულ პონჩში უნდა გავტესტოთ თავიდან ბოლომდე. როგორც ძია ვალერი და კიდე რამდენიმე ადამიანი იუწყებოდა რომ ისინი თავისებურად ტესტავენო. აჰა. და ბარემ აი ამასაც რაც არის დარჩენილი. მეც ცემენტიანი გახლავართ ახლა ამ ეტაპზე. აქეთაც თუ რამეა დარჩენილი. მოკლედ მეგობრებო, ჯერ ერთი რომ იმ სიმძიმე გახდა რომ ამასთან ჭიდაობის დედაც ვატირე. მეტი არა ეხა ამას ოხრად გააკეთო და ადამიანი ეჭიდაო. უბრალოდ არა პრაქტიკულია. მესამე ცემენტის დანახარჯი არის კოლოსალური. ამაში ინვესტიცია არ ღირს. ჯერ რომ ერთი ამდენი ფარდა სადგინდა რომ იშოვო. და მერე იქიდან დავიწყოთ რომ აზრი არა აქვს. არანაირად არ არის ეკონომიური. ეგ არის და ეგ. დავბრუნდები, მაგრამ ხო და მეგობრებო, იდეაში ჩვენი ფარდა ესე გამოიყურება. კი, რა თქმა უნდა, გადაფენილი არასწორად არის და ქარი აქანავებს, მაგრამ იდეაში როგორც იყო ინსტრუქციაში მოცემული, ზუსტად იგივენაირად კეთდება და გაკეთდა. ახლა რაც მინდა რომ თქვა. პირველ რიგში ხარჯის კუთხით
კოლოსალური ხარჯი ქონდა ცემენტში, პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ არანაირი იაფი გამოსავალი ეს არ არის. მეორე, სიმძიმე ტყვიასავით მძიმე ხდება, ნამდვილად არ ვარ ცუდ ფორმაში, რომ სიმძიმე ვერ ავწიო, მაგრამ აი ამის ტრიალის დროს თუნდაც ვედროში ძალიან დიდი ენერგია წამივიდა. მესამე, ჯერ ფარდის გაჩითვა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ პატრონს დავპირდი, რომ გაგირეცხავ და დაგიბრუნებ თქო, მაგრამ როგორც ხედავთ, არაფერი აღარ ეშველება ამას და მესამე ის რომ ამდენი ფარდა ერთნაირი იშოვა ძალიან ძნელია. მეორე, ბოდიშით, მეოთხე უკვე ამდენი ცემენტი და ხარჯი საერთოდ არ არის რელევანტური აი ამ რაღაცაში. ხო და არ დაუჯეროთ ბევრ რაღაცას რაც ინტერნეტში ამოცემული, რადგან ეს არაფრის მომცემი ღობე იქნება და ახლა განახებთ სად ვაპირებდი და რა იდეაში ვაპირებდი ამ ღობის გაკეთებას. წინა ვიდეოებში თქვენ შეიძლება ჩემი ღობი არ გაქვთ ნანახი, მაგრამ ჩემი ღობი არის აი ესეთი ბეტონი არის და ბოძებს ხედავთ. ერთი მეორე. ამ ბოძებს შორის ფიქრობდი გამევლო რკინის აი ესეთი მარტივად რო ვთქვათ ხაზი. ხაზს რას გულისხმობ? რკინა მიმედუღებინა იქით-აქეთ, ქვევით ზევით და გადამეფარებინა აი ესეთი ეგრეთ წოდებული ფარდის ღობე. თუმცა დღეს აი ამ გამოცდილებით მივხვდი, რომ არანაირი აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, დაივიწყეთ. შემდეგი რა გავტესტოთ, ის მოიფიქრეთ, რომ გავტესტოთ.